არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება. ანტიკორუფციული ბიურო ამჯერად გრანტების შესახებ ინფორმაციას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისგან ითხოვს. რაჟდენ კუპრაშვილის უწყება სასურველი ცნობების მიღებას სასამართლოს გზითაც ცდილობს და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ შუამდგომლობებით ეტაპობრივად მიმართავს. შედეგად კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს უკვე გამოსცა ბრძანება და 9 ორგანიზაციის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა. მათი მიზანი არის, რომ ადმინისტრაციული ბარიერები და სამართალმოებები გააჩაღონ, რის შედეგადაც რაღაცა ტექნიკური სამართალმოების პროცედურების შექმნან, რის შემდეგაც გამოიყენებენ გარკვეულ სასანქციო და რეპრესიულ მექანიზმებს, რაც შეიძლება გულისხმობდეს მათ შორის ორგანიზაციების დახურვას, ორგანიზაციების მიმართ სხვადასხვა კოლოსალური ჯარიმების გამოყენებას. რაჟდენ კუპრაშვილის საქმიანობა მხოლოდ ამით არის, ესე ვთქვათ, ის მხოლოდ ამით არის დაკავებული, მისი ბიუროს საქმიანობა სწორედ ამას ისახავს მიზნად და ეს ყველაფერი არის ორგანიზაციების გაერთიანების თავისუფლების ხელყოფა. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ მათი მუშაობის მონიტორინგი დაუსაბუთებელია და მიზნად დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაქრობას ისახავს. არასამთავრობოების შეფასებით ივანიშვილის რეჟიმი ორკესტრირებულად ესხმის თავს ყველას, ვინც წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობდა, მათ შორის ამხელ და ოცნების კორუფციულ გარიგებებს. ჩვენაირი ორგანიზაციის არსებობა არ სურს იმ ხელისუფლებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არ უღებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მიმართებით დაწყებულ ერთიან შეტევას, საქმიანობის შეჩერების მიზანი აქვს აი ამ ყველაფერს, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმიანობას, ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის და საიას ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად. ამ პროცესებს წინ უძღოდა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციების მიღების მოთხოვნა, როგორიცაა ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების სახელები, გვარები, პირადი ნომრები, საბანკო და სამედიცინო დოკუმენტაცია. მესამე სექტორი კუპრაშვილის უწყებისთვის არანაირი ინფორმაციის გადაცემას არ აპირებს და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას გეგმავს. ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს. მისი მიზანია, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ქვეყანაში, ვეღარ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად გაგრძელება და საზოგადოების ინტერესების დაცვა. არასამთავრობოებმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები უკვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ოცნების ხელისუფლება ისე ებრძვის დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში ხდება. ოცნება კი პოლიტიკურ დევნას უარყოფს და რეპრესიულ პოლიტიკას გამჭვირვალობის მიზნებით ხსნის. არასამთავრობო ორგანიზაცია თუ კი ქართულ საზოგადოებას აწვდის იგივე ინფორმაციას, რასაც თავის დამფინანსებელს აწვდის, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ რეპრესია. აი ესეთ შეფასებას ვინც აკეთებს, რასაკვირველია, აზრად აქვს ერთი რამ, არ არის დაიცვას ყველანაირად ეს ბნელი მხარე, რომელიც გააჩნია ამ დაფინანსებას. აგენტების კანონის დამტკიცების შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლება არასამთავრობოების შეზღუდვას მხოლოდ ამ გზით არ ცდილობს. პროკურატურამ უკვე დააყადაღა 7 ორგანიზაცია. სამოქალაქო სექტორის ლიდერებს კი ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ერთმანეთის მიყოლებით გამოკითხვაზე იბარებენ.